რაბათის დაფინანსების კორუფციული სქემა და საქმე, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. გამოძიების ვერსიით ისტორიული ძეგლის რესტავრაცია ბიზნესმენებისგან წართმეული მილიონებით მიმდინარეობდა. სანაცვლოდ კი კერძო მეწარმეებს პატიმარი ახლობლების გათავისუფლებას პირდებოდნენ. სახელდება კონკრეტული გვარით ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი, რომელმაც შვილის თავისუფლებისთვის 5 მილიონი გადაიხადა. 3 წლის წინანდელ ფაქტს კლუბის პრეს-სამსახურშიც ადასტურებენ. რაბათის ციხის რეაბილიტაციის დაფინანსების სკანდალური საქმის ახალი დეტალები. გამოძიებას ჩვენებას ის ბიზნესმენები აძლევენ, რომლებმაც ოჯახის წევრების თავისუფლება მშენებლობისთვის გადარიცხული თანხით იყიდეს. პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებულ ადამიანებს ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები თავისუფლების სანაცვლოდ რაბათის ციხის რეაბილიტაციისთვის კოლოსალური თანხების გადარიცხვას აიძულებდნენ. ეს თანხები მიდიოდა ადგილობრივ ბიუჯეტში და იქიდან ფინანსდებოდა რაბათის ციხის მშენებლობა. ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენია დაკითხული, ყველა იძლევა ჩვენებას და განმარტებას თუ როგორ, რა წესით და რა სახით მოხდა მათ ზეწოლა. საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი ერთ-ერთია, ვინც შვილის თავისუფლების სანაცვლოდ რაბათის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონი გადაიხადა. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენის შვილი ნინო კოკაია პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავა, რომლის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. ნინო კოკაია მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მამამისთან პროკურატურის მაღალჩინოსნებმა არაოფიციალურ საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს. ილია კოკაია სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს. ფაქტს ადასტურებს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეს-სამსახურის უფროსი. შეფასებებისაგანაც თავის შევიკავებდი. ბატონ კოკაიასთან არ გქონდათ პირადი საუბრები? რაც შეეხება ამ სიტუაციას, მუშაობს საკმაოდ კომპეტენტური ორგანოები და ინსტანციები. პროკურატურა რამდენადაც ამ სიუჟეტებში იქნა, ასე ვთქვათ, ნათქვამი და შესაბამისად, ჩემზე მეტად ბევრად უფრო კომპეტენტურ პასუხს ალბათ პროკურატურის ორგანოები გაგცემენ ყველაფერზე აქვს. რაბათის ციხის დაფინანსების საქმეს ახალციხის რაიონის პროკურატურა იკვლევს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გადარიცხული თანხის რა ნაწილი მოხმარდა რეაბილიტაციას. მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ რაბათის ციხის ადმინისტრაციას. პიროვნებებზე არის, რომლებიც თანხას უკანონო გადარიცხვებით აკეთებდნენ. ის გადარიცხვები, რომ საპროცესოს ნახევარზე მეტი მე არიცხებდა ციხის მშენებლობაში, ამ ყველაფერს ერთიანად გამოძიება დაადგინეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით ბიზნესმენებთან არაოფიციალურ საპროცესო გარიგებას პროკურატურასთან დაახლოებული ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აწარმოებდა. სწორედ მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ საქმეში ჩართული იყვნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ბადეიშვილი, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და პარლამენტის წევრი დავით საყვარელიძე. მეცხრე არხის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიებასთან არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს.